კამილ, წარმოგიდგენია, ეჯი დამპირდა, რომ მესამე პაემანზე ვაკოცებთ ერთმანეთს. ხო, თუ შენი სატრფო მანამდე არ დაგშორდება. არა, არ მიმატოებს. შენ არ იცი, როგორ შეყვარებულია ჩემს. შენ კოცნა მაინც თუ შეგიძლია. მე? კოცნა? არა, არ შემიძლია. არასდროს არ მიკოცნია გოგოსთვის. რა ლუზერი ხარ. ვაი, ვითომ შენ გიკოცნია რა? კი, თან 100-ჯერ. ხო, დავისაკოც ერთი. იმდენი იყვნენ, რომ აღარც მახსოვს. ჯანდაბა, და რა გავაკეთო? არ მინდა თავი შევირწყინო ენჯის წინაშე. მისმინე, გირჩევ გოგოებთან მიხვიდე და მათ გასწავლე. რომ არ შერცხვე შენი სილამაზის წინაშე. დიანა, შენი დახმარება მჭირდება. მე რა გინდა? შენ იცი კოცნა? და რა მნიშვნელობა აქვს, ვიცი თუ არა? მე მჭირდება რომ მასწავლო კოცნა. შენ რა გაგიჟდი? არა, რა თქმა უნდა. რა იყო გენანება? მე ამ ყველაფერს ვაკეთებ ენჯისთვის. მით უმეტეს, რას იფიქრებს ენჯი, როდესაც გაიგებს, რომ მე და შენ ვაკოცეთ ერთმანეთს. ის ბოლოს და ბოლოს ჩემი საუკეთესო მეგობარია. ნუ გთხოვ, დამეხმარე. არა მეთქი, მე არ ვაკოცებ დებილ კუნთიანს. მე არ ვარ დებილი. მერე რამე მაინც მეზღებიან კუნთიანები. ნუ დიანა, გთხოვ, დამეხმარე. ფუ, შემეშვი უტვინო. მე ხო და კარგი, კამპუსში ძალიან ბევრი გოგოა, ვისაც ჩემთან ერთად კოცნა მოუნდება. ბაბალ, დღეს მორიგეები თქვენ ხართ. მასწავლებელო მაქვს და რატომ ისევ ჩვენ? იმიტომ რომ დღეს თქვენ ჯერია. მას და ჩვენ ხომ გუშინ დავალაგეთ. კაი, არა უშავს წამო. მასწავლებელო მაქვს, გამარჯობა. გამარჯობა გოგოებო. საუკეთესო მეგობრებს დღეს უნდა საშოპინგო წავიდნენ. კარგით გოგოებო, ოღონდ დროულად დაბრუნდით. მასწავლებელო მაქვს, საუკეთესო ხართ. ვაუ, ეს რა ამბავია? გოგოების ოთახი მთელი დღე თავისუფალი იქნება. ჩქარა ერთი სტეფს უნდა უთხრა. კიბა, მე მგონი ყველა პრობლემა შენს გამო გვაქვს. რატო ერთი ჩემს გამო? იმიტომ რომ გამოიყურები როგორც ლუზერი. ლუზერი თავი გაბია, შენ სახეს თუ უყურებ ერთ. აი ხო რა იყო გეღადავები. ვა, ნახე, მე მგონი კიდევ ახალი დაგვემატა. შენ ბიჭო ბრმა ხარ? ისე უკაცრავად არ მინდოდა. შემთხვევით მოხდა. შენ რა იყო ახალი ხარ? ხო, მასწავლებელმა მაქსმა მითხრა ოთახი მენახა. ბიჭო, ეს ახალი მე მგონი მართლა ლუზერია. გინდა ჩვენ დაგეხმარებით ოთახის მოძებნაში. მადლობა ბიჭებო. თქვენ რა ყველაზე მაგრები ხართ აქ? კი, ყველაზე მაგრები მთელ კამპუსში. მაგრად გაგიმართლა რომ ჩვენ შეგხვდი. წამო ძმაო. სტეფ, ეხლა გავიგე, რომ ენჯი და მისი მეგობარი მიდიან მთელი დღე საშოპინგოდ. ვაუ, ამინა. და მერე რა? სტეფ, რა იყო, ვერ ხვდები? მათი ოთახი მთელი დღე თავისუფალი იქნება. და ჩვენ შეგვეძლება ავიღოთ მათი კოსმეტიკა, მათი ტანსაცმელი და გავხდეთ ყველაზე მაგარი ქრაშები მთელ კამპუსში. რა მაგარი იდეა, მაგრამ მაგის გამო არ დაგუშავებენ რამეს? კაი რა, ისინი ვერც კი გაიგებენ. ვაუ, რა მაგარია აქ! ვა, სტეფ, ნახე, მე ვგავარ ენჯის. ფაზლ, შენ მე ყელში ამომიხვედი, ნუღა დამსდევ. შენ კიდე კუნთებიანო, რას დამდგარ ხარ აქ? თქვენ რა, ყველა უტვინოები ხართ? შენ ხარ უტვინო, შენ ხარ. დიანა, შენ ჩემს საუკეთესო მეგობარი ხარ. მოკლედ ახალო, აქ ცხოვრობენ მთელი კამპუსის ქრაში გოგონები და არც კი გაეკარომათ, არ გირჩევ. გაიგე? კი კაცო, კი გავიგე. ჰაი გოგოებო, თქვენ რას აკეთებთ ამ ოთახში? მასწავლებელმა მაქსმა თქვა, რომ ახლა ჩვენ ცხოვრობთ ამ ოთახში და ჩვენ ვართ მთელი კამპუსის მაგარი ქრაში გოგონები. ხო? მოიცა და სად არის ენჯი და მისი დაქალები? მოკლედ ლუზერებო, გადით ამ ოთახიდან და ჩქარა. კაი, ერთი უნდა დავაზუსტო მასწავლებელ მაქსთან. წამოდით. ახალო. წამოდი ბიჭო, მე მომესმა თუ ლუზერები დაგიძახეს. მოგესმა, ჩვენ საუკეთესოები დაგვიძახეს. ხო, საუკეთესოები. წამოდი.
შეამჩნიე? ახალმა შენ თვალიც კი არ მოგაშორა. კი, შევამჩნიე. მაგარი იქნებოდა მასწავლებელი მაქს რომ ეს ოთახი ჩვენთვის მოეცა. არა ამინა, ჩვენ ამ ოთახზე შეგვიძლია მარტო ვიოცნებოთ. ნუ ხო. აუ ძალიან მაგარია ბიჭებო, რომ თქვენს გუნდში მოვხდი, საუკეთესოების გუნდში. ხო, მაგრამ გაგიმართლა ჩვენთან რომ მოხდი, თორე სადმე იქ ლუზერებთან მოხდებოდი. ბაბულ, მოდი რამე ზედმეტ სახელი დავარქვათ. ისე ხო, მოდი იყავი ფრეში. ფრეში? ხო, ფრეში. მაგარია. ბაბულ, მოდი უთხრათ, რომ არ დადიოდეს როგორც ლუზერი. რადგან შენ საუკეთესოების გუნდში ხარ, შენ ისე უნდა იარო, რომ ყველა შენი ეშინოდეს. მოიცადა ეს როგორ? ახლა ყველაფერს გავაკეთებთ. მხრებს ზემოთ წევ, წარბებსაც კრავ და ისე დადიხარ, რომ ყველა შენი ეშინოდეს. ვაუ, რა საშიში ხარ. შენ ეხა მაგარი ხარ რა. ხო. ერთი შეხედეთ რა მონსტრია. ფეხებში ნუ მებლანდებით ლუზერ. ვის უწოდებ ლუზერს? მე მომესმა თუ ამან ლუზერები დაგიძახათ. ნუ მიაქცევ ერთი ყურადღებას, ეჭვიანობენ. საჩქორობს ერთი ასე ჰალკი. რა ვიცი, ერთი წამოერთი უთვალთვალოთ. ესე იგი, ფრეშ, მიდი წაივარჯიშებ ხრები ზემოთ და ჩვენ მალე დავბრუნდებით. ჰაი მარგო, როგორ ხარ? საით მიდიხარ? შენ რაში გაინტერესებს? შენ დახმარება მჭირდება. გააჩნია რაში? მარგო, კოცნა მასწავლე გთხოვ. არა, რა თქმა უნდა. ნუ გთხოვ, მეგობრულად. მე და შენ მეგობრებიც კი არ ვართ. ნუ მარგო, გთხოვ, დღეს შენ დამეხმარები. ხვალ კიდე რა იცი, იქნებ შენ დაგჭირდეს ჩემი დახმარება. ნუ ხო, კარგი, ოღონდ ჩქარა, რომ არავინ არ დაგვინახოს. აუ, მარგო, შენ როგორი კეთილი ხარ. ვაუ, ეს რა კონტენტია. კამპუსში უეჭველი იქნება ჩხუბი. გოგოებო, ნახეთ ეს ბაბლია 5 წლის შემდეგ. ბაბლ, ფრთხილად. გოგოებო, მე და კიბა მეხლა ისეთი რაღაც დავინახეთ, ვერც კი წარმოიდგენთ. რა დაინახეთ ერთი? და საერთოდ რატო ველაპარაკებით მათ? წადით ლუზერებო აქედან. ხო, წადით და ხელს ნუ გვიშლით. წამოდი ბაბულ, არაფერი არ ვაჩვენოთ ამათ. ტყუილად გვაგდებთ. მე და კიბამ კი ახლა ვნახეთ როგორ კოცნი და ხალკი მარგოს. რა და რაც გაიგეთ? რას გვატყუებ ბაბულ? ესეთი რამ არც კი შეიძლება რომ მომხდარიყო. არაფერსაც არ იტყუება, მართლა ვნახეთ. მაშინ გვაჩვენეთ. ერთი თქვენ თუ გვატყუებთ, ეხლავე ჰალკს ვეტყვით და მაშინ ის მოგივლით. გინდათ ვიდეო? გექნებათ ვიდეო? აი ნახეთ. აბა, როგორ მოგეწონათ ჩემი კონტენტი? ხო, არ გადაობ. და თქვენ არც კი გჯეროდათ. ბაბულ, გადმომიგზავნე ერთი TikTok-ში დავდებ, იმდენი ნახვა ექნება. გადმოგიგზავნი რა თქმა უნდა, ოღონდ იმის მერე, როდესაც მაგოც. მეუცნებე, მეტი საქმე არ ამა კიდე გაკოცო. მე კი გაკოცებ. ფუ. მიდი გამომიგზავნე. აი, ხავი გამოგიგზავნი. სტეფ, მეც მაკოცე, მეც ხომ არ ვიყავი. ეგ ოცნებები შენთვის დაიტოვა. სტეფ, ჩვენ ხო გამოგვიგზავნი მაგ ვიდეოს. კი, გოგოებო, თქვენ ხო ჩემი საუკეთესო მეგობრები ხართ. ჩვენ ასე არ შევთანხმებულართ. მადლობა ლუზერებო ინფორმაციისთვის. წამოდით, გოგოებო. შენ კიდე ძალიან ფილი ლოყან გაქვს. ჯანდაბა კიდე მოგვატყუეს. სამაგიეროდ მაკოცეს. მოკლედ ახალო დღეს გაგიმართლა, რადგან მე ვარ კარგ ხასიათზე და მე გაძლევ ჩემს საწოლს, რომელიც არის აი იქ. აი აქ დაიძინებ. მე და ბაბს გვაქვს ყველაზე რბილი საწოლები მთელ კამპუსში. აუ ბიჭებო, რა კეთილები ხართ, მადლობა თქვენ. მადლობას მერე გადაგვიხდი. აუ რა მაგარია ის ეკიპამ და ბაბლმა ყველაზე მაგარი საწოლი დამითმეს მთელ კამპუსში. ბიჭო, შენ როგორ გაბედე, ჩემ საუკეთესო მეგობრის საწოლზე რომ წევხარ? ჩქარა ადექი. ბაბული, შენი საუკეთესო მეგობარიცა? რა, მე ლუზერებთან არ მეგობრობ. ეს კი ჩემი საუკეთესო მეგობარი ჰალკის საწოლია. ლუზერებთან კიბამ და ბაბულმა მითხრეს, რომ ყველაზე საუკეთესოები არიან კამპუსში. არ ვიცი ძმაო, შენ მოგატყუეს. ახლავე წავალ და გავარკვევი მაგ ლუზერებთან. მიდი.
კამილ, ჩვენ ვიდეო გვაქვს, რომელიც ჰალკს ეხება. ვახ, ჰალკ. აჰა, იღე ტელეფონი და წაშალე ვიდეო. რატომ? იმიტომ რომ ჰალკი ჩემი მეგობარია და მე არ მინდა რომ მას პრობლემები ჰქონდეს. გასაგებია? ხო, გასაგებია. და ბაბლს რაც შეეხება, მე თვითონ გავარკვევი. ისე შეგიძლიათ არ წაშალოთ ვიდეო, იმიტომ რომ მე უკვე TikTok-ზე დავდე და იქ მილიონი ნახვა აქვს. მილანა! ეს იყო მეხუთე სერიის დასასრული. გამოვიწერეთ ჩვენი არხი და დაალაიქეთ ვიდეოები. მომავალ შეხვედრამდე.